მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში დავაგემოვნებთ შაურმას. მოკლედ, ამ შაურმის სახელი არის ხელას შაურმა, აი ესე გამოიყურება. იმედია კარგად ჩანს. ეს არის ახალი გახსნილი ფილიალი. ეს არის მხოლოდ თელავის სეხინაშვილის ქუჩაზე, წნორი აღმაშენებლის 8-ში და ლაგოდეხი ზაქათლის 7 ნომერში და სადაც რომელიმე ადგილას ცხოვრობთ, შეგიძლიათ მიხვიდეთ და დააგემოვნოთ. ეს არის 7 ლარიანი. ყველაზე პატარა არის 7 ლარიანი, იმიტომ რომ მე ხედავთ როგორი გამხდარი ვარ და ბევრს ვერ ვჭა. ეხლა კი მოდით უკვე დავიწყოთ და სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ რომ გამოვიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და გააკეთოთ ჯარისყალკი, არ გამოტოვოთ მეტი ასეთი ვიდეოები და ეხლა კი უკვე მართლა კაი გავხსნათ. შეფუთვა ამის სილამაზე ძალიან უნდა და არა მარტო შაურმა, ბურგერიც აქვს და ფრიც. ნახოთ ახლა. სალფეტკი და პირდაპირ დიდი შაურმა და უთბილესი. ოჰო. აი ესე გამოიყურება. შეფუთვა ისევ როგორც ვთქვათ, ძალიან მომწონს და ხელი მოვკიდე თუ არა, შევამჩნიე რომ ეს არის ძალიან რბილი. ეხლა სანამ დავიწყებთ, გავხსნათ ეს წვენი. გავხსნათ ეს ცოტა ხანი დავავდოთ და ეხლა ეს გავხსნათ, იმედია არ დავუღური. ამას ვერასოდეს ვერ ვხსნი ხოლმე, იმიტომ რომ ცოტა მიყრება და გავხსნი. ძალიან კაი, ეს დამხმარე აღარ გვინდა და ეხლა უკვე დავიწყოთ შაურმის დაგემოვნებაზე. Let's go. მოკლედ, შაურმა აქ არის, წვენი აქ არის, ცოტა დავლიოთ. ეს ასე. ეხლა კი უკვე დავიწყოთ შაურმის დაგემოვნება. პირველი ლუკმა 1, 2 და 3. ძალიან როგორც აღნიშნეთ, ძალიან რბილია. ძალიან რბილია, არ ვიცი. როგორ გითხრათ? აი, რაც კაია დასაწყისიდანვე იწყება უკვე ხორცები და ასეთი რაღაცები და არ არის ჯერ ლავაში და მერე ეს ისინი. პამიდორი და რაღაცები ძალიან გემრიელია, კიდევ უნდა მოვკუნჩო, თქმა უნდა. ძალიან დაბალანსებულია გემოები ერთმანეთში. ესე გამოიყურება. რაც თავარია, ჯერჯერობით არ იშლება. რა ვიცი, გავაგრძელოთ და იმედია არ დაიშლება, აბა. შაურმა მე ზოგადად ძალიან მიყვარს. ადრე არ მიყვარდა, მაგრამ ეხლა ძალიან შემიყვარდა. დიდი ხანი რაც უკვე შემიყვარდა, ეხლა არა. დაახლოებით ერთი წელი დაახლოებით არ შემიყვარდა. ადრე ძულდა და ბურგერი უფრო მიყვარდა, მაგრამ ეხლა ორივე ძალიან მიყვარს. თუ გინდათ რომ ბურგერიც დავაგემოვნოთ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში და მანახეთ ლაიქები რომ მოგწონთ ესეთი სახის ვიდეოები. ახლა შემდეგი ლუკმა უკვე. ლავაში აქვს ძალიან რბილი და გემრიელი და არ ვიცი რამდენჯერ აღამოვნა თქვა რომ რბილია, მაგრამ არის და რა ვქნა.
გავაგზავნოთ უკვე შემდეგი უკმაც. ჯერჯერობით არ იშლება. ჯერჯერობით. და მედია მერეც არ დაიშლება. გავაგზავნოთ ასევე ფასრად შეეხება. ეს არის 7 ლარიანი, არის 10 ლარიანი, 13 ლარიანი. მე მგონი 15-იც და 20-იანიც. ხოლო ბურგერის ქვია ტოსტი, რატომღაც არ ვიცი. ტოსტი ღირს 10 ლარი, მეტი არა. ანუ სხვანაირი არ არის, მარტო 10 ლარიანი არის და ფრი ხოლო ღირს 5 ლარი. ეს შაურმა ღირდა 7 ლარი. აუცილებლად გირჩევთ რომ გასინჯოთ, იმიტომ რომ არის ძალიან გემრიელი, ძალიან. გაუცებული ვარ. ახალი გახსნილია ჯერჯერობით. შეჭამ და დაგიბრუნდებით. მოკლედ მეგობრებო, შაურმა შევჭამე, ძალიან გემრიელი იყო. აი მომეწონა 10-დან 10 დავუწერ, ისე ძალიან მომეწონა, ანუ აი ვიცი, ესეც შაურმა არ გამისინჯავს, წვენი შემომჩა და ასევე დავლევ. ღირდა 7 ლარი. 7 ლარისთვის კაი ზომა იყო ჩემთვის, შეიძლება ვიღაცას ვინც ბევრს აჭამს ჩემთან შედარებით. იმისთვის პატარა იყოს, მაგრამ ჩემთვის მე კარგად და ზუსტად მეყო. ახლა წვენია, ყველა ძალიან კაია წვენი, ყველანაირი. შაურმა აღნიშნავ ის არის დაბალანსებული იყო ყველაფერთან. ანუ ხორცი იყო ყველაზე ბევრი რა. ანუ ეგრეც უნდა იყოს ხორცი ყველაზე ბევრი კი უნდა იდოს, კი არ და უნდა იდოს. რაღაც სალათის ფურცლები, რაღაც სწორედ იდო, არც ბევრი, არც ნაკლები საშუალოდ. მაიონეზით მოსხმული საშუალოდ, ისიც და აი ყველაფერი ძალიან კარგად იყო დაბალანსებული, რაც მე ყოველთვის ყველაფერში ძალიან მიყვარს, არ მიყვარს ძალიან გატენილია ხოლმე, არ მიყვარს ძალიან ცოტა ხოლმე, რაც მთავარი არის იყო დაბალანსებული და ძალიან რბილი. ძალიან რბილი, რაც მე ყველაზე მეტად მაინტერესებდა, იყო ძალიან რბილი. თქვენ რა სიტყვით მაყურებლებო? გასალებია. ეხლა შენ რო წევ ხარ, ან შენ რო ზი ხარ, არხს რატო არ იწერთ? არხს რატო არ იწერთ? რამდენი ხანი ხა გელოდოთ? არხს აი რო წევ ხარ, ეხლა შენ რო წევ ხარ, რას აკეთებ? უყურებთ უყურებ ვიდეოს. ეხლა მარჯვენა კუთხეში დააჭირე გამოსვლას. მე ცოტა შუაში გაიხედე, ლაიქსაც მიაწყვიდე და გვერდზე წითლად subscribe ეწერება და please-ო დააჭირო ორივეს. ან შენ კიდე. შენ რომ მიყურებ ეხლა. შენც იგივე უნდა ქნა, მარჯვენა კუთხეში დააჭირო, მე likes და subscribe-ს, თორე ღამე მოგაკითხავთ. მოკლედ დღეისათვის ეს იყო, არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ არხი, დააიქეთ ვიდეო და გააქტიუროთ ზარისხარაკი რომ არ გამოტოვოთ ჩემი მომდევნო ვიდეოები. დღეისათვის ეს იყო და ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე კარგად.